Stars and thoughts are bright. Neurons fearing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ჩემგან, რომ დამთანხმდა ინტერვიუზე. დღეს ჩვენი სტუმარია სალომე ფანჯიკიძე, ფსიქოლოგიურ ცენტრ კამარას ფსიქოთერაპევტი. ჩემი პირადი ფსიქოლოგი, რომელსაც არა მარტო თერაპიისთვის მივმართავდი ადრე უფრო ინტენსიურად და ახლაც ხანდახან როცა მჭირდება, არამედ როდესაც რამე მიჭირს, უბრალოდ მასზე ფიქრიც კი ხანდახან ჩემთვის ფსიქოთერაპიაა და იმის გახსენება თუ რა რჩევას მომცემდა სალომე და ამაზე ფიქრი. დიდი მადლობა სალომე, შენ პირველ რიგში მისურვად რომ გამონახე და მეორე რიგში იმიტომ რომ ეხმარები ადამიანებს და მეც. მოსაყვანო შენ დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ჩემი აზრით ეგრე ძალიანაც არ ვიმსახურებ, მაგრამ მაინც გამახარე. მოკლედ დავიწყოთ მაშინ შესავლით, იმიტომ რომ ბევრმა ხშირად არ იცის საერთოდ რა განსხვავებაა ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს შორის. ძალიან მოკლედ რომ მოგვიყვე, რა არის ფსიქოლოგია და რით განსხვავდება ფსიქოლოგი ფსიქიატრისგან. ეს კი პირველ რიგში ფსიქოლოგია სხვათა შორის გამომდინარეობს ფსიქიატრიისგან, იმიტომ რომ ყველა ძირძველი ფსიქოლოგები, მამები, ფსიქოლოგიის, როგორც არის ფროიდი და ასე შემდეგ, თითქმის ყველა მოდიან ფსიქიატრიიდან. ოდითგანვე ფსიქიატრია წარმოიქმნა იმ მდგომარეობიდან, რომელსაც ადამიანები ეძახდნენ რაღაც სული, ანუ ფსიქე, ბერძნული სიტყვა, ნიშნავს სულს და აქ ზუსტად აი ამ სულიერი მდგომარეობების შესწავლის თუ კურნალობის გამო შეიქმნა ფსიქიატრია. ადამიანები რა თქმა უნდა არსებობდა რაღაც ბიოლოგიური დაავადებები, მაგრამ შეინიშნებოდა ყოველთვის საზოგადოებებში ოდითგანვე ასე ვთქვათ სულიერი დაავადებებით. თუ მას ჰქონდა რაღაც მოჩვენებები და ასე შემდეგ, რაც რეალობაში არ ხდებოდა ასეთ განცდებს და ასეთ ვიზუალებს თუ განიცდიდა, ამის გამო მოკლედ ფსიქიატრამ დაიწყო ამ ყველაფრის შესწავლა, რომ რა ფენომენი იყო ეს, რა ხდებოდა, რატო ჭირდა ადამიანებს ეს და როგორ შეიძლება ამის მკურნალობა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ეს დაიხვეწა. შესაბამისად, ფსიქიატრია ეს არის სამედიცინო განხრა, ანუ ფსიქიატრი არის იქიმი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობებს, სხვაგვარად სულიერ მდგომარეობებს და ცდილობს, რომ მას უმკურნალოს, შეუმსუბუქოს პაციენტს ეს მდგომარეობა. ძირითადად ფსიქიატრები მაინც მიმართავენ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ოდესღაც ფსიქიატრია მოიაზრებდა ფსიქოთერაპიასაც, ანუ ფსიქიატრები ისხდნენ პაციენტებთან, განიხილავდნენ რაღაცა თემებს, ზოგჯერ ახატინებდნენ, რაღაც მათ სიზმრებს განიხილავდნენ, მოკლედ ასე იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ერთმანეთს გამოეყო და პირველი, არ ვიცი რამდენად პირველი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი ამ ყველაფრის იყო ფროიდი, რომელიც გამოყო ფსიქიატრიისგან ფსიქოთერაპია და მედიკამენტოზური კურნალობის პარალელურად მან დაიწყო ისეთი სულიერი პროცესების შესწავლა, უკვე ადამიანის გამოცდილებებიდან გამომდინარე, ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან გამომდინარე, სწავლობდა რა იყო ის საფუძვლები, რატომაც ადამიანს ემართებოდა ასეთი მდგომარეობები. არა მარტო, ვთქვათ, ის რაც ჩამოთვალეთ წეღან ესეთი ძლიერი, ვთქვათ, მდგომარეობები, როგორც არის შეიძლება შიზოფრენია იყოს, ან ბიპოლარული აშლილობა ან სხვა, არამედ ისეთი, როგორც არის უბრალოდ ნევროზული მდგომარეობები, ვთქვათ, შიშები, ფოთვები და ასე შემდეგ. ისტერიას ეძახდნენ იმ დროისთვის. და ფსიქოთერაპია უკვე მიმართავს არა მედიკამენტოზურ მკურნალობას, არამედ ფსიქოთერაპიულ ტექნიკებს, რომ აი ეს კურნალობა უკვე მოახდინოს რაც შინაარსებზე დაყრდნობით. თუ ადამიანს აქვს რაღაცა ტრაუმები, თქვათ ბავშვობიდან, შეიძლება მშობლებიდან გამომდინარე, ან ომში არის მოხვედრილი, ან რაღაც პირადი რაღაც გამოცდილებები აქვს, რომლის გამოთაც ის შეიძლება იყოს ემოციურად დათრგუნული, ან რაღაცა მასზე გავლენას ახდენდეს ფსიქოემოციურად რაღაც განცდილი გარემოებებით და თუნდაც რაღაც სტრესები, ხო? აი ამ შინ
შინაარსების როგორც გაშიფრვას, ისე შემდგომად მკურნალობას, უკვე ფსიქოთერაპიული მეთოდიკებით, რომ როგორ გამოვიდნენ ადამიანები რაღაცა მდგომარეობებიდან. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ძალიან დაიხვეწა. და ჩვენ გვაქვს უკვე ბევრნაირი მიმდინარეობა. ხა თავიდან თქვათ ფროიდიანული მიდგომა იყო ასეთი, რომ ის უფრო აქცენტს აკეთებდა არაცნობიერზე, ანუ იმ პროცესებზე, რაც ადამიანში გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. და ამ არაცნობიერ პროცესებზე დაყრდნობით მას ჰქონდა ტექნიკა შემუშავებული თავისუფალი ასოციაციები. როდესაც ადამიანი იწვა ტახტზე, მის ზურგს უკან იჯდა თერაპევტი და ადამიანი იწყებდა თავისუფალი ასოციაციებით მოყოლას თავისი ამბების და ჩადიოდა რაღაც სიღრმეში და ფსიქოთერაპევტი აკეთებდა ამ ყველაფრის ანალიზს, ინტერპრეტაციას და ცდილობდა გაეგო, რატომ იყო ადამიანი ამა თუ იმ მდგომარეობაში. ოღონდ რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერი ახლა ერთ მეთოდს ვერ მოარგებს სრულად კაცობრიობას, შესაბამისად გაჩნდა სხვადასხვა საჭიროებები. მაგალითად, თქვათ, ყრუმუნჯი პაციენტისთვის ეს მეთოდი არ გამოდგებოდა, იმიტომ რომ მას არ შეეძლო, თქვათ, დაქვემდებარებოდა ამ ინსტრუქციებს, ან ბავშვები ვერ ექვემდებარებოდნენ ამ ინსტრუქციებს, თუნდაც მძიმე პაციენტები, როგორიც იყვნენ შიზოფრენიით დაავადებულები. შესაბამისად, ნელ-ნელა გაჩნდა უკვე სხვადასხვა მიმდინარეობები, რომლებიც ცდილობენ ასევე იგივე რამეს მიაღწიოთ. ადამიანს შეუმსუბუქონ თავიანთი სულიერი მდგომარეობა და ამას სხვადასხვა რამით აკეთებენ. არის თქვათ კოგნიტიურ-ბიჰევიორალური თერაპია, ესეთი დღეს ყველაზე პოპულარული და პოპულარული ძალიან, კი, მოთხოვნადიც. პოპულარული და ეფექტურადაც ის ითვლება. რომელიც უფრო თქვათ აზროვნებით პროცესებზე და აზროვნების გავლენას ემოციაზე და შესაბამისად შემდეგ ქცევაზე. ამაზე აკეთებს აქცენტს და ადამიანს უფრო აი კოგნიტიურ პროცესებზე არის ორიენტირებული, რა ხდება, რა კოგნიტიურ პროცესებია მასში ადამიანში ისეთი, რომელიც მას დისფუნქციურს ხდის თავის ყოველდღიურობაში. არსებობს ასევე ბიოსინთეზი, რომელიც არის სხეულზე ორიენტირებული თერაპია, არსებობს არტ-თერაპია, რომელიც სხვათა შორის ფსიქოანალიზიდან გამომდინარეობს პირველი თორცდები ის დაიხვეწა მერე ფსიქოანალიზის შემდგომ, რომ თქვათ ის იგივე თავისუფალი ასოციაციები და არაცნობიერი პროცესები უკვე გადასული გამოეტანა ადამიანს უკვე თქვათ სხვადასხვა სიმბოლოებით, ფერებით და აი ასე შემდეგ და ასე გაეშიფრა თქვათ თერაპევტს რა ხდებოდა ადამიანის სულიერ მდგომარეობაში. მოკლედ ასე ჩამოვყალიბეთ მომენტით აქამდე და მეც ვარ ერთ-ერთი ამ ყველაფრის წარმომადგენელი. და ძალიან კარგი. მახსოვს მე თავიდან ძალიან უხეშად მომხვდა ყურში მცნება კლიენტი, იმიტომ რომ მე ვიცნობდი მხოლოდ პაციენტებს ფსიქიატრიაშიც, ნევროლოგიაშიც და ძალიან მეხამუშა და შემდეგ ხშირად თვალს ვავდევნებ ხოლმე, რას კითხულობენ სოციალურ ქსელებში ქართველი პაციენტები და ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად დავეხმარო და მივხვდი რომ ძალიან ბევრს ეხამუშება ეს. რატომ გვეძახით ფსიქოლოგები პაციენტებს, კლიენტებს? მე არ ვეძახი, სხვათა შორის ეს უნდა ავაქციერო, ხო, მე ყოველთვის პაციენტს ვეძახი ადამიანს, იმიტომ რომ მეც მჭირდება განწყობისთვის, რომ ადამიანმა განეწყოს იმისთვის, რომ ის მოდის თავისი პრობლემაზე სამუშაოდ, თუნდაც სამკურნალოდ, ოღონდ არა მედიკამენტოზურად, არამედ ესეც კი მკურნალობაა, რა პროცესშიც ის ფსიქოთერაპიაში ერთვება, ესეც მკურნალობის პროცესი არის, ამიტომ ეს სახელწოდება პაციენტი მაინც ადამიანს ეხმარება ამ განწყობებისთვის, რომ მან იცოდეს, რომ აქ დადის არა პირობითად ახლა უხეშად ვამბობ საჭორაოდ, არამედ რაღაც საქმისთვის, ხო? მას რაღაცა უჭირს და უნდა გამოვიდეს საქმე. შესაბამისად ეს მე კლიენტს არ ვხმარობ. თუმცა შემდგომ შემოიტანეს ეს ტერმინი, თუ არ ვცდები, კოგნიტიურ-ბიჰევიორისტები, ახლა არ ვიცი ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მიღებული ტერმინია, მოკლედ. მოკლედ კარგა ხანია, იმიტომ რომ ზუსტად ისინი თვლიდნენ, რომ ფსიქოთერაპია არ არის მკურნალობის მეთოდი და ეს არის რაღაც პროცესი მუშაობის რაღაცა პრობლემაზე. ხო და მოკლედ ესეთი ის არსებობს. დღეს გაბატონებული უფრო ეს არის, თუმცა მე გეუბნებით, რომ შინაგანად ამას არ ვემხრობი და მე ვფიქრობ, რომ ვინც ჩემთან დადის, არც ისინი. ძალიან კარგი. ყველაზე დიდი თემა, რომელზეც მინდოდა დღეს გვესაუბრა, არის ბედნიერება. იმდენად რეალურად ფართო თემაა, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს და ბევრი შეკითხვა აქვს ასევე იმ პაციენტებსაც და ადამიანებსაც, რომლებიც ბედნიერებას ეძებენ. მესმის, რომ ბედნიერება ჩემთვის სხვა რამეა, შენთვის სხვა რამე და მესამე პირისთვის სხვა რამე, მაგრამ
აი შენი ჩამოყალიბებული აზრი რო გითხრა, რა არის ბედნიერება? რა არის ნატო იცი რომ ბედნიერება მართლა არის ის რომ ნახოს ადამიანები ყველა ვეძებთ ყველას ეს გვჭირდება მართლა სასიცოცხლოდ და ყველა ამას ვეძებთ და შეიძლება ეხლა ჩვენ ვთქვათ რომ ეს ყველასთვის სხვადასხვა არის იმ კუთხით რომ მე შეიძლება არც ნაყინი მაბედნიერებს და შენ კამფეტი ხა ამ დონეზე თუ ლაპარაკობთ რა თქმა უნდა ეს გემოვნების საკითხი და კი ბატონო მაგრამ მე მგონი მაინც ყველა ვთანხმდებით რომ ბედნიერება არის შინაგანი მდგომარეობა ანუ განცდა შინაგანი განცდა და მდგომარეობა, რომელიც განიცდება ადამიანის მიერ არა რაიმე მატერიალური ქონის ან არქონის გამო, არამედ შინაგანი ჰარმონიულობის და საკუთარ თავთან მყუდროების განცდის გამო. აი მე უფრო ამას დავარქმევდი. ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ თავის თავთან მყუდროდ იყოს და მას არ აწუხებდეს შინაგანად არც მოზღვავებული ფიქრები, არც მოზღვავებული შფოთვა, არ აწუხებდეს, არ ტანჯავდეს შინაგანი ემოციები, რომელსაც ის განიცდის თუნდაც გარემოსთან მიმართებაში, ან ზოგჯერ საკუთარ თავთან მიმართებაში. აი ეს მე მგონი რომ ტანჯვებისგან დაცლილი ადამიანი არის ბედნიერი. და მე შემდგომ უკვე ჩვენ ხა ყოველს გვაქვს რაღაცა სურვილები, რომელიც ზოგჯერ გვისრულდება, ზოგჯერ არა, მაგრამ ადამიანს შეუძლია რომ სურვილის მიუხედავად იყოს ან ბედნიერი, სურვილის ასრულების მიუხედავად შეუძლია რომ იყოს ან ბედნიერი ან არა. მოდი მაშინ ასე ჩაგეკითხები. იმ გარემოში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ანუ არა აქვს მნიშვნელობა, ხა ეს იქნება საქართველო თუ იქნება გერმანია, რეალურად ჩვენი, ანუ ვიცი რომ ამაზე ბევრი გვიმუშავია ჩემთანაც, მაგრამ რეალურად ხომ ჩემი ბედნიერება სხვაზეა დამოკიდებული. ეს არის ის რაღაცა, რასაც მეც და ძალიან ბევრიც ვერ ვასწორებთ. ანუ ჩვენ გონია რომ ჩვენ არ ვართ ბედნიერები, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო სხვები არ არიან ბედნიერები. ხო, აი არ ვიცი, იცით რა მე აი რაღაცნაირად ჩემი გამოცდილება ესეთი არ არის ნატო. ხო, ზოგჯერ მიჭირს ამის ახსნა, ხო, ადამიანს რაც პირადი გამოცდილება აქვს იმის გადმოტანა, ზოგჯერ ძალიან რთულდება, როცა მეორე ადამიანს არ განუცდია, ხო? ეს იყო ჩემი მიდგომაც. ძალიან დიდი ხანი ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ეგზისტენციური კრიზისის კი მაწუხებდა, ხო? რომ კი მე შეიძლება ამ წუთას ძალიან კარგად ვარ, მაგრამ აქ ღაზაში რა ხდება? იქ რა ხდება? აქ რა ხდება და როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ბედნიერი, როდესაც ვთქვათ, ამდენი ტანჯვა ამ ქვეყანაზე, ან თუნდაც მე თვითონვე პერიოდულად ცხოვრებაში რაღაცებსგან ვიტანჯები, ან უსამართლობისგან ვიტანჯები, ან რაღაც ქრონიკული დაავადებისგან ვიტანჯები, ან ვიღაცა მიკვდება და ვიტანჯები, ან რაღაცა ხდება, მოკლედ ჩემ თავს რაც მტანჯავს. და ეს იყო ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები და გამოსავალს ამაში ვერ ვპოულობდი. აი ვერ ვპოულობდი, თითქოს ეს რაღაცა შეკრული წრე არის, რომელიც ხა ეს რეალობა და არ იცვლება და თან რომ გადავავლე ხა ისტორიულადაც თვალი, არც ისტორიულად არ იცვლება ეს მოცემულობა, ხო? მაშინ, ნუ ერთიც არის რომ ესე იგი ეს ქვეყანა, ამ ქვეყნიურობა არ არის სრულიად ბედნიერებისთვის. ესე იგი ეს დასკვნაც შეიძლება რომ გამოვიტანოთ რომ აქაურობა არ არის იმისთვის რომ ჩვენ სრულყოფილად ბედნიერები ვიყოთ აქ და ტანჯვა გარდაუვალია ამ ქვეყნად და ეს არის ერთგვარი ფაქტი, რომელიც უნდა მივიღოთ უბრალოდ, მაგრამ მეორე არის ის, რომ აი ამ მოცემულობაში, რაც ახლა ჩამოვთვალე, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ბედნიერი. აი ეს კითხვა რომ დავსვი, მივხვდი ესეთ რაღაცას, უბრალოდ მე ჩემით არ მივხვდი, ახლა უნდა ვთქვა გულწრფელად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები შემახვედრა ღმერთმა, რომლებმაც მიმახვედრეს, რომ პირველ რიგში ადამიანი ცუდად ყოველთვის არის საკუთარი მდგომარეობის გამო. ყოველთვის საკუთარი შინაგანი მდგომარეობა არის ის, რაც ჩვენ ვტანჯავს და ბედნიერებას ამიტომ ვერ განვიცდით. და აი ეს არის რეალობა, ნატო. და აი ამ რეალობის მიხვედრა, მიღება, ასე შემდეგ, ალბათ ყველას თავისი დრო აქვს და გზა აქვს. ეს არ არის როგორც ჩანს საერთო რეცეპტი რაღაცა კი. და საერთო ცოდნა, რომელიც ყველას ერთდროულად ეძლევა და იმის და მიუხედავად რომ სამყაროში ბევრია ვინც ეს იცის, ამის და მიუხედავად და ეს შეიძლება თქვას, არ არის ბევრი ვისაც ეს ესმის და შეუძლია რომ მიიღოს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს დროებითი მოვლენა რა ადამიანის ცხოვრებაში რაღაც საფეხურზე
ეს მიხვდეს. მაგრამ დანამდვილებით ვიძახი და ამაზე მართლა ხელის მოწერა შემიძლია და ჩემი თერაპია, ვინც იცის ყველამ, იცის რომ მე ყოველთვის ამ გზას მივყვები, რომ ჩვენი გარემოებები არ არის ჩვენზე დამოკიდებული ხშირად, მაგრამ თუ რამე არის ჩვენზე დამოკიდებული, ეს არის ჩვენი თავი, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ჩვენ რას ვფიქრობთ, რას განვიცდით, რა განწყობები გვაქვს, რა ხდება, ასევე არსებობს სწორი და არასწორი მდგომარეობები. ანუ სამყაროში არსებობს ესეთი ცნებები, როგორც არის სწორი, არასწორი, კარგი, ცუდი, კეთილი, ბოროტი. ამ ყველაფერს აქვს თავიანთი შედეგები და მე რომელიც ჩემ თავზე ვფიქრობ, რომ მე ამ სამყაროში თუნდაც რომელიც ესეთი უსამართლო და ესეთი მტანჯველია, რა კონტრიბუცია მაქვს ამ სამყაროში, რომ მეც ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც სხვის ცხოვრებას ტანჯვად აქცევს, ხო? და მე მგონი თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეგეთი ვარიანტებიც არსებობს. თუ მე ჩემ თავზე ავიღებ პასუხისგებლობას და ჩემ თავზე დავიწყებ ფიქს და ჩემი თავის გასწორებას და აღქმას, აი ამ კონტექსტში რაც ვთქვით, სწორი, არასწორი, დავიწყებ იმაზე ფიქს, რომ რა არის რეალურად, რაც მე მტანჯავს, რა ერთგვარი ამ ცხოვრებისეული კანონზომიერების შემეცნებას, ჩემი თქმით გამომდინარე, ხო? ადამიანი ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს მიაღწევს ამითი შინაგანი განთავისუფლების თუ არ ვიცი, galაღების, აი რაღაცა უფრო ბრიზი რო დაგიბერავს შიგნით და ამ სიმძიმეს რო რაღაცნაირად მოხსნეს. აი ნაბიჯებს უფრო გადაადგამს წინ. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიზიარებ შენს გამოცდილებებს. მინდა გითხრა, რომ შენთან თერაპიის დროსაც ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი რამ, რომ რაღაც მომენტში ვგრძნობდი, რომ შენს გულახდილად შენს ვთქვათ განვილ გზაზე პრობლემებზე თუ მსგავს ზოგჯერ პრობლემებზე მე საუბრობდი, ეს მე ძალიან მეხმარებოდა და ბედნიერებას რაც შეეხება სულ მახსოვს შენი ესეთი ფრაზა, რომ ყველა საკუთარ ბედნიერებაზე თვითონ არის პასუხისმგებელი, ანუ ვიღაცა უკვე დიდია და თუ უნდა თვითონ უნდა იყოს ბედნიერი და შენ ვერ გააბედნიერებ ძალით ვერავის. მაგას ვეთანხმების ყოველშვილი კარგად მithქვას მომეწონა. ხო, რაც შეეხება ჩემი პირადი გაზიარებას, მე ვფიქრობ, რომ არავის არასოდეს ამ ქვეყანაზე რა სტატუსის და რა რეგალიასაც არ უნდა იყოს, არ უნდა დავიწყოს პირველ რიგში ადამიანია და ადამიანს გვაქვს ერთნაირი ბუნება, ერთნაირი გამოცდილებები, ერთნაირი ტკივილები და არავინ არაბის არ უნდა გადავამეტოთ თავით, როგორც არის, არავინ არის მეტი არ ვართ და რაც უფრო ხშირად ამას დავინახავთ და ხშირად დავამიწყებთ ჩვენ თავს, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ ამითი ერთმანეთს უფრო მეტად დავეხმარებთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრების ყველაზე დიდი არ ვიცი რა ქვია, აი ყველაზე დიდი მიზანია თუ არ ვიცი რა ქვია, დანიშნულება თუ აი არ ვიცი რა დავარქვა, მაინც არის ერთმანეთზე ზრუნვა. იმიტომ რომ ყველას თანაბრად ძალიან გვიჭირს ამ ცხოვრებაში. ყველას ძალიან გვიჭირს. ვიღაცას ზოგჯერ უკეთესი დღეები აქვს, ვიღაცას უარესი დღეები აქვს, ეს მონაცვლეობს ყველას ცხოვრებაში. ყველას ცხოვრება ძალიან გვიჭირს და ამიტომ ისო ჩვენ ერთმანეთს ვაზიდინოთ ეს ტვირთი, მე ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი დანიშნულება ადამიანს, რა ვიცი, ყველაზე დიდი როლია ალბათ, რომელიც შეიძლება რომ ჩვენ გავითავისოთ, რომ კაცობრიობა მაინც ყველა ჩემი შენი არ არსებობს რა რაღაცა ერთ დღეში ვართ და რაღაცა ბოლომდე მივატანინოთ ერთმანეთს ეს ტვირთები და დავეხმაროთ ყოველ შემთხვევაში რა შეგვიძლია და ეგ არის მოკლედ რასაც მე ვაკეთებ. კი, ძალიან კარგად გამოგდი. ჩემი გამოცდილებით ძალიან კარგად გამოგდეს, იმიტომ რომ ხო, ხანდახან მეშინია ხოლმე იმის თქმა, მაგრამ მეც კარგად ვარ. ასე რომ ძალიან კარგად გამოგდის. შემდეგი თემა, რომელსაც მინდა შევეხო, მაგრამ ალბათ შეიძლება ბედნიერებასაც ისევ დაუბრუნდეთ, არის შიშები და შფოთვა. ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ მე სხვებზე, ჩემს პაციენტებზე, რომლებიც ახლა პირდაპირ მე ფსიქიატრი არ ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ირევა ეს მიჯნა ნევროლოგიასა და ფსიქიატრიას შორის, ჩემ და სამწუხაროდ. დიდი ხანი მერეო და უпростоრად ვერ აღვიქვამდი, რომ დეპრესია არის სხვა და შფოთვა არის სხვა და ეს რეალურად ამ შფოთვარე ადამიანებსაც რაღაცნაირად ხშირად დეპრესიის კუთხეში სვავენ ხოლმე. მოდი აგვიხსენი რა არის შფოთვა, შიში და რითი განსხვავდება ის დეპრესიისგან.
შფოთვა უფრო არის ზუსტად წამყვანი ფიქრები და განცდები არის შიშისმიერი და შინაგანი რაღაც მოუსვენრობა, რომ აგიტანს რაღაცა, უფრო აი ეს მდგომარეობა არის. შფოთვა ზოგჯერ შეიძლება ახლა კონკრეტულ რაღაცა შიში არ იყოს დაკონკრეტებული, მაგრამ შინაგანად ადამიანი მაინც მოусვენად შფოთვარეთ ხო უფრო მოусვენრობა იქნება ალბათ სინონიმი შინაგანი, რომ რაღაცა არ გასვენებს, აი გაფორიაქებს, უფრო ეს არის შფოთვითი მდგომარეობა, რომელსაც ძალიან ხშირად ახლავს შემდგომ ეს თითქოს ფსიქიკა აკონკრეტებს ხოლმე რაღაცას, რომ ეხლა ჩვენ გვეშინია მაგალითად ქრონიკული დაავადების, ან გვეშინია სიკვდილი, ან გვეშინია ცუდად არ გავხდეთ, ან და ასე შემდეგ. დეპრესია ეს არის უფრო ენერგია გალეული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უფრო ნიჰილისტურ მდგომარეობაშია, ის შიშებით კი არ არის ატანილი პირიქით, უფრო აი შეპყრობილია ნიჰილიზმით. ასე ვთქვათ, ვერ ხედავს საზრის, უჭირს ცხოვრება, უჭირს თავის დანიშნულების პოვნა ცხოვრებაში, საზრისის პოვნა, მისი წარსულიც კი არის მისთვის მძიმე, საკუთარი თავი პიროვნება მისთვის არის მძიმე და ეს უფრო არის აი ეს და ენერგია მთლიანად გალეულია ამ დროს, აი ძალიან ქვეითდება ენერგია ძირითადად, თუმცა დეპრესიასაც და შფოთვებსაც აქვს ერთგვარი თავისებური, იმიტომ სპექტრია მაინც და თავისებურებები ახლოს შეიძლება ადამიანი დეპრესიაში იყოს, სულ არ იყოს ენერგია გალეული და სულ არ იყოს მაინდა-მაინც მოწყენილი, მაგრამ აი შინაგანი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა იყოს ზუსტად ასეთი რაღაც მძიმე შინაგან. ზოგჯერ ძალიან ხშირად ადამიანის დეპრესია უფრო გამოიხატებათ ხოლმე ფიზიკურადაც, აი უფრო მხრებში იხრებიან, უფრო რაღაცა მძიმედ ლაპარაკობენ, მძიმე სუნთქა, უფრო აი მძიმე, ასე ვთქვათ, სურათს ვიღებთ და შფოთვის შემთხვევაში პირიქით შეიძლება ეს მოусვენრობა პირიქით ენერგია მოჭარბებული უფრო იყოს, რომელსაც სხვათა შორის რა თქმა უნდა აი ენერგიის მოჭარბება, რომელიც ნელ-ნელა ილევა, იმიტომ რომ ენერგიას მე აღდგენა უნდა, აღდგენას ხშირად ისინი ძილშიც ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ ძილი ძერღვევა შფოთვის დროს და მერე დროთა განმავლობაში რაღაცა დეპრესიულ ფონს მაინც ვიღებთ ხოლმე, იქაც აი ნიჰილისტურ განცდებს და საკუთარი თავის უკმაყოფილების განცდებს და ასე შემდეგ, იქაც ვიღებთ ხოლმე ხშირად. ამიტომ შფოთვა და დეპრესია ძალიან ხშირად ერთად მიმდინარეობს. თუმცა არსებობს ესეთი კრისტალიზებული შფოთვა და კრისტალიზებული დეპრესიაც ესე, რომელიც დამოუკიდებლადაც მიმდინარეობს. ვშფოთავთ, იმიტომ რომ ბედნიერები არ ვართ, თუ რადგან ვშფოთავთ, იმიტომ არ ვართ ბედნიერები? შფოთვასთან დაკავშირებით, შფოთვა საერთოდ შეუძლია რომ წაგართვას ყველანაირი ბედნიერების განცდა, ყველანაირი სიხარულის განცდა, იმიტომ რომ იმდენად ადამიანი, ვთქვათ, მოცული ხდება რაღაც კონკრეტული, აი შიშისმიერი განცდებით, რომ აი თითქოს ადგილი აღარ რჩება სხვა არანაირი განცდის. აი იმასში არის მთლიანად წასული ადამიანის განცდები და თითქოს აღარ გაქვს შესაძლებელი, ვეღარ იტევ სხვა ვერანაირ მდგომარეობას. ძალიან ხშირად მაგალითად შფოთვიან ადამიანებს მეხსიერების პრობლემებიც კი აქვთ, იმიტომ იმდენად ტვინი ამუშავებს ერთი და იგივეს და მთლიანად მოცული არის მასზე, რომ ხშირად ავიწყდებათ ადამიანებს ელემენტარული ყოველდღიური თავიანთი დავალებები. და ყურადღების დეფიციტიც ამის გამო არის, რომ კონცენტრაციას უკვე ფსიქიკა ვეღარ აკეთებს რაღაცებს და ყურადღების დეფიციტსაც ვიღებთ ხოლმე და ამიტომ ძალიან გახშირდა ესეთი ცრუ ADHD დიაგნოზები? ADHD-ზე, რომელიც ხო, ჩვენ პროექტ გვესმის აქეთ გასტბილში უფრო გახშირდა, რომელიც არ არის სწორი დიაგნოზი, მაგრამ ადამიანებს ძალიან ხშირად რაღაცა ტესტები, ინტერნეტის ტესტებით უსვამენ ხოლმე თავის თავს ამ დიაგნოზს. ამიტომ ხო, ეს ასე არის და ეხლა მიზეზი თუ რატომ გვაქვს შფოთვები, ხო? აი ფსიქოთერაპია ამის აი უებარი წამალი არის და ფსიქოთერაპია კიდევ ერთხელ გულისხმობს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, საკუთარი თავის გაგებას, რომ რა ხდება შენს თავს, რატომ ხარ ამ დღეში, რა არის ის, რაც შენ განიცადე და გადაიტანე და ამან რა გავლენა მოახდინე შენზე, შენს პიროვნებაზე, შენს ფსიქოემოციურ განვითარებაზე. პლუს რა არის ის, აი ტრავმას ვეძახით, ხო ხშირად ვიძახით, აი ტრავმა, იმდენი ტრავმა მაქვს, რაღაცა ტრავმა გადავიტანე. თუმცა ხა ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ ტრავმა არ ქონიათ ცხოვრებაში, არ ახსენდება. ხო,
ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო ტრანვა არ არის ამის მიზეზი, არც მხოლოდ გენეტიკური ფაქტორი, თუმცა ორივე კონტრიბუტორულ როლს თამაშობენ ამ ყველაფრის გამძაფრებაში, მაგრამ ასევე ადამიანი თვითონ, მისი პიროვნული თვისებები, მახასიათებლები, მისი აზროვნების სპეციფიკურობა, მისი პიროვნული თვისებები, რაც გულისხმობ, აი პიროვნულ თვისებებში ხანდახან გულისხმობ იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული overthinker-ი, აჰა. რასაც მე ეს მისი ეს მისი პიროვნული თვისებაა, ხო? ადამიანი ზოგჯერ შეიძლება იყოს მაგალითად მრისხანე და ასე ვთქვათ, მისი ეს მრისხანება მოუთოკავი ემოციები, ასე ვთქვათ, ამატებდეს რაღაცას. მაგალითად, ვთქვათ, ძალიან იყოს ადამიანს თუნდაც ბევრი სირცხვილის განცდა შინაგანად, რომელიც ასე ვთქვათ, ამატებს, ამძაფრებს შფოთვებს. ასე შესაბამისად, აი ჩვენ, როდესაც ფსიქოთერაპევტი ნუ ყოველ შემთხვევაში მე, როდესაც მუშაობ არა მხოლოდ გარემოებრივ მიზეზების შესწავლაზე, რომ რატო არის ადამიანი ამა თუ იმ დღეში. არამედ შინაგანი მდგომარეობები. შენ რას ამატებ ამ ყველაფერს? შენ რა გაქვს შესაძლებელი? შენი თვისებები რა არის? შენი შეხედულებები, განცდები, შენი ხო, აი მაგალითად შეიძლება ადამიანმა ხა რაღაც დაემართოს და აი ის რომ აი თვითგვემაში ჩავარდეს, რომ აი მე ეს როგორ დამემართა. კი. მე რატო? მე აი სირცხულით გასულ მე როგორ დამემართ აი თითქოს მის იმიჯს მის პიროვნებას ეს არ უნდა დამართნოდა ხო და ამის გამო მან შეიძლება ისე დაიმატოს და გაიმძაფროს და მართლა ლოდი დაიდოს წლები რომ აი ვერ შეამჩნიოს რომ ამას იმდათ მიჩვეულა თავის თვისებას მიჩვეულები ვართ ადამიანები ჩვენივე თვისებებს რომ ხშირად კრიტიკული აზროვნება გვიჭირს მასთან მიმართებაში და როდესაც აი სხვა ადამიანი ანუ ფსიქოთერაპევტი როდესაც სარკისებურად მიგითითებს განახებს რომ აი ამას რო აკეთებ შენ ეს შესაძლებელია თორე ეს გიმატებს ამ ყველაფერზე. ეხლა შეიძლება ადამიანმა ესე ვერ შეცვალო რაღაცა თავისთავად, ხო? ეხლა რაღაც მითოდეს გამჯდარი და კარგად დამახსოვრებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფსიქოთერაპიაზე, ფსიქოთერაპევტის დახმარებით ეს ყველაფერი გამოაშკაროდება სახელი დაერქვა და ნელ-ნელა რაღაც ცვლილებაზე მივდივართ რა. და შემსუბუქებას მოაქვს ამას თავისთავად. აქვე მახსენდება ის, რაც ჩვენ მასწავლე, რომ ხშირად უბრალოდ გაჟღერებაც და სახელის დარქმევაც და ცნობიერში ამოტანაც დროის განმავლობაში შემდეგ თავისით ასწორებს ამ შენს შინაგან რაღაცა პრობლემებს. ზუსტად. რომ ამას კი აღარ იხვევ, არამედ ასე ვთქვათ, სამუშაო მაგიდაზე დებეს ახალი ტერმინი, მაგ ჯერ შეცვალე. მართლა. სამუშაო მაგიდაზე დადება, რაც ნიშნავს, რომ არა, აი ღეჭვა ამისი, არამედ აი პროცესში გადაყვანა რაღაცის. და ეს ზუსტად ეს სახელის დარქმევა და დაფიქსირება. ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მეთოდია, რომელიც ასევე ძალიან კარგმა ადამიანმა მასწავლა. მეც კარგი მოსწავლე ვარ, ყველაფერი მახსოვს. ითხოვს. ვფიქრობ, რომ საქართველოში დაძლიეს ფსიქოთერაპევტთან, ფსიქოლოგთან მისვლის სტიგმა, იმიტომ რომ მე ახლა ვერ ვიტყვივი, თორე გამიბრაზდება, მაგრამ ძალიან ხშირად რომ შემინთავაზებია, მოდი ფსიქოლოგთან რაღაცა დაელაპარაკე. მე არ შემიძლია, მე ძველი თაობის ადამიანი ვარ, მე ფსიქოლოგთან ვერ მივალ. დაიძლია ეს სტიგმა შედარებით უფრო ახალ თაობაში? თაობაში აი ჩემ ასაკში, მე ხა 38 წელს ვარ, ჩემ თაობაში და ჩემს ქვედა თაობაში, მithumetes 20 წლებში ეს ძალიან დაძლეული არის. ძალიან და თვითონ აი მშობლებსაც შვილების მიმართ ძალიან პირიქით, რაც უფრო აი თითქოს ჩასაფრებული უკვე ყველა მშობელი თუ რაღაცას ბავშვს შეამჩნევს, მიყვავს ფსიქოლოგი, ეს ძალიან კარგი არის, მე ამას მივესალმები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ალბათ ჯერ კიდევ ადამიანებს გვიჭირს, მაინც არის მიმღებლობა. აი მე ვატყობ, რომ საქართველოში ეს პრობლემა გვაქვს. აი მიმღებლობა, რომ რაღაცას რო გეტყვიან, რომ ეს ესეა, თუნდაც აი მშობელს რო გეტყვიან, რომ შენ შულთან აი ეს შენ გეშლება, შენ შულს ეს ხასიათის პრობლემა აქვს, იმიტომ რომ შენი მიდგომა იწვევს ამას, აი თითქმის ყველა ქართველს გვემართება თავდაცვა რა. მე ვფიქრობ, რომ აი ცოტა ეს ჩვენი ამპარტაუნული ბუნება, კრიტიკის მიღების უნარობა.
უნარობა ეს გვაქვს სამწუხაროდ არ შეიძლება ესეც რაღაცა ჩვენი კოლექტიური ტრავმა არის რატომ რაღაც ახლა მაგაზე შეიძლება იმამ გამოიკვლიოს ეგ კარგად მაგრამ აი მე ვიტყოდი რომ ეს ყველას გვახასიათებს ჩემი ჩართვლით რა თქმა უნდა მეც დრო დამჭირდა რომ ეს გადამელახა რომ მიმღები ყოფილიყავი და შეიძლება ეხლაც კი არ გამომდის ძალიან ეს კარგად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი მით უმეტეს ფსიქოთერაპიაში მისული ადამიანისთვის რომ იცოდეს რომ მას უნდა ქონდეს ღიაობა და მიმღებლობა იმისი რომ დაუშვას, რომ რაღაცას თვითონ აკეთებს არასწორად და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ძალიან ადვილად ჩვენ აი რა არის ხო ფსიქოთერაპიაში ძალიან დამახასიათებელი რომ ძალიან ადვილად ადამიანი მოყვება იმას სხვამ რა დაუშავა. საკუთარმა დედამაც კი, ხო? აი საკუთარი დედაც მამას აი უახლოესი ვინც არის, იმის განსჯაში და განკითხვაში ადამიანი უკან არ დაიხევს. მაგრამ როგორც კი ვიწყებთ საკუთარ თავზე ფიქს, რომ აი მე რა გავაკეთე არასწორად, მე რა შივარ, ან რას ვაკეთებ დღემდე, ან მე რა პრობლემა მაქვს, იქ ყველას ძალიან გვიჭირს და მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი დასაფიქრებელი არის თუ მართლა გვინდა რომ რაღაცნა თავი გამოვიყვანოთ. ბოლოს მაქვს ორი შემოსული შეკითხვა. პირველი არის, საიდან მოდის ის პრობლემა, რომ ყოველთვის ვედარებით სხვებს, ანუ ჩვენს თავს, ჩვენს მდგომარეობას, ეს არ ვიცი, შურის კატეგორიაში გადის უკვე თუ უბრალოდ ესეც რაღაცა შფოთვა იმისი, რომ სხვა ბედნიერია და ჩვენ არა. საიდან მოდის, რატომ ხდება? შეგიძლია ამაზე გვესაუბრო? ნატო, აი ძალიან დიდი მადლობა რომ მაგას ამბობ რა, ეხლა ეს შური რო ახსენე რა, აი ეს რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უნდა გვესმოდეს და წინა ჩემს იმას მსჯელობას მივაბამ, რომ ადამიანებს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს თვისებები, რომლებიც ზოგჯერ არ არის კარგი. არა გვაქვს ზოგჯერ კარგი თვისებები. მათ შორის ეს შეიძლება იყოს შური, მათ შორის შეიძლება იყოს ბოღმა, შურისძიება, არ ვიცი, აი ძალიან ბევრი ისეთი თვისება შეიძლება იყოს, რომელიც ვერ გრძნობ ადამიანი და არ გინდა ამის აღიარება, რომ ეს გვაქვს, რომელიც საბოლოო ჯამში იწვევს რაღაცა განცდებს, მათ შორის შფოთვას. და აი ჩვენ სულ გვირჩევნია რომ აი რატო ვიძახი მიმღებლები უნდა ვიყოთ იმიტომ რომ ჩვენ სულ გვირჩევნია რომ სხვა იყოს სხვა ვიტყვით აი საკუთარ დედაზეც კი ძალიან ადვილად ვიტყვით რომ შეიძლება შურიანია და რაღაცა ბოღმა მოძრავებს და რაღაცა კომპლექსი აქვს ან რაღაც ძალიან ადვილად ვიტყვით ამას მაგრამ აი ჩვენ თავზე ძალიან გვიჭერს მაგის თქმა და მე ვფიქრობ რომ აი ეს მიმღებლობა ღიაობა და დაფიქრებულობა ამაზე უნდა გქონდეს რომ აი ეს არის რომ აი სხვასთან შედარება რატომ იმიტომ ჩვენ ადამიანებს გვაქვს ბუნება ძალიან ამ ბუნების ნაწილი არის ისეთი თვისებები რომელსაც არ არის სასიამოვნო თვისებები მაგრამ გვაქვს და ყველა იმ გულწრფელ ადამიანს და ვიტყოდი ვაჟკაცსაც ვისაც შეუძლებს დაინახოს თავის თავში და აღიაროს და დაიწყოს ამაზე მუშაობა და არ გადააბრალოს ცხოვრებას, ღმერთს, ბედს, მშობელს, ღრუბელს. კიტებს და ღრუბელს და მზეს, რომ მისი ბედი არის ცუდი. მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან დიდ ჩვებას იგრძნობდა ამით. ყოველ შემთხვევაში, ეს არის პირადი გამოცდილება ჩემის და ჩემი პაციენტებისაც, ვისაც ამას ვასწავლი, ასე ვთქვათ. და ეს შვება ნამდვილად სახეზე არის. ყველასთან, ვისაც აქვს ის ვაჟკაცობა და გულწრფელობა, რომ დაინახოს თავის თავში ის რაღაც მძიმე და ცუდი თვისება, რომელიც ხშირად იწვევს ამ მდგომარეობას, შფოთვას და თუნდაც სხვასთან შედარებას და ამისგან ტანჯვას შემდგომ, ხო? და რაც აბსოლუტურად ადამიანურია, როგორც გამოდის და არა ერთეული, ასე ვთქვათ, ცუდი ადამიანების პრობლემაა, არამედ რეალურად ყველასი რაღაცა სპექტრში სავარაუდოდ, ზოგთან მცირე, ზოგთან ზუსტად. იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს რაღაცა, არ ვიცი, აი ყველას გვაქვს ეგოიზმი, ამპარტავნება, გვაქვს შური, გვაქვს ნარცისისტული მიდრეკილებები, ყველას 8 მილიარდ ადამიანს, ვინც დღეს დავაბიჭებთ ამ ქვეყანაზე, ყველას გვაქვს ეს ბუნებაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვიღაცას აღზრდიდან გამომდინარე, ვიღაცას ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ვიღაცას ბუნებიდან, როგორც გავჩდით, იმ ბუნებიდან გამომდინარე,
ზუსტადაც რაც შენ თქვი, სპექტრზე ვიღაცას ძალიან გამძაფრებული აქვს რაღაცა თვისება, ვიღაცას ნაკლებად, მაგრამ მაინც ყველას აქვს. აი შური ვიღაცა შეიძლება გამძაფრებული კონდეს, მაგრამ ძალიან კარგ ადამიანსაც შეიძლება კონდეს, რა შეიძლება უფრო მცირე რაოდენობით, მაგრამ კონდეს. აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღიაროთ, იმიტომ ჩვენ მოგწონს ეს კატეგორიზება ადამიანებს, რომ არსებობენ ცუდი ადამიანები, ბოროტი ადამიანები, მრუში ადამიანები, კვლელი ადამიანები, ისეთი ადამიანები, ესეთი ადამიანები, ძალიან კარგად დაფიქრებულმა ადამიანმა იცის, რომ ყველაფერი ჩვენ შეიძლება რომ ვიყოთ გარემოებებიდან გამომდინარე. და მადლობა ღმერთს, რომ ეგ გარემოებები არ გქონია, სადაც არ მოგწევია, ჩვენზე. ხო, რომ ჩვენ ყოფილიყავით. ჩვენ გამოგვევლინა ესეთი თვისებები, ხო? ხო და ამიტომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკეთ შემეზეთ. ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარე, რომ შენ თვითონვე განთავისუფლდე, იმიტომ რომ ნამდვილად ყველამ გამოვცადეთ, მე მგონი უკვე ამას საქმე მაინც გამოვცადეთ, რომ ის რომ ჩვენ შეგვიძლია რომ დედას გადავაბალოთ რაღაც რომ ბავშვობაში მას რაღაცა შეეშალა და ერთხელ კიკინები მოგწიწკნან, რაღაცა არასწორად გააკეთა, მასზე გადაბრალებამ არავის შვება არ მოგცა. ხო? აი ხო მეთანხმები. და აი ალბათ ვინც გვისმენს, ყველამ გვეთანხმება, რომ არასოდეს ამას შვება არებს არ მეუცია. და ის რომ არსებობს ვიღაცა დამნაშავე რაღაცაში, მაინც ჩვენ ბრას, ჩვენს მრისხანებას, ჩვენ ცუდატყოფნას, ჩვენ დეპრესიას არ შველის ის რომ არსებობს დამნაშავე ადამიანი რაღაცაში. მაგრამ ის ვინც საკუთარ თავში იხედება და ფიქრობს, აი მე რას შვები იმისთვის რომ ამ მდგომარეობაში ვარ, რატო ვერ გამოვდივარ ამ მდგომარეობაში? კაი, იმან დააშავა, მაგრამ მე რატო ვერ გამოვდივარ ამ მდგომარეობიდან? აუცილებლად დაიწყებს თავის თავზე ფიქრს, თავის თვისებებზე ფიქრს და დამერწმუნე, რომ ბევრ რამეს აღმოაჩენს თავის თავში და ამისგან განთავისუფლებაც მოსდევს მერე მღისიერად. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ყველა იმ ძირეულ საკითხს შევეხეთ, რაც ამ ეტაპზე მაინტერესებდა. მე რა თქმა უნდა შემიძლია საათობში ვლაპარაკო შენთან ერთად. ძალიან ინტერესant. დიდი მადლობა. მოკლედ ვურჩევ ყველას, რომ მიაკითხონ ფსიქოთერაპევტს. მე იმდენად დამეხმარა ფსიქოთერაპია, რომ დღემდე მგონია ძირეული ნაწილი ყველა ფსიქიატრიული მდგომარეობის თუ დაავადების სამკურნალოდ და ძალიან მიკვირს ხოლმე, რომ ვიღაცა არ მიმართავს, არც ცდის. ალბათ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვიზაცაც არ მუშაობს სამწუხაროდ, ყველაზე ალბათ არ, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს. დიდი მადლობა, სალომე კიდევ ერთხელ. მადლობა შენ, ნატო, იმედია რომ რაღაცა იყო ღირებული ამ ჩვენს საუბარში ვინმესთვის. დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, უყურეთ ჩვენ სხვა გადაცემებსაც და გამოიწერეთ ჩვენი არხი. სალომე, დიდი მადლობა. ვარუყოდიალა შენი Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons firing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight.